პროექტის აფხაზეთი მე ვარ ფარგლებში ორგანიზაციამ თაობა 21 საქართველო ახალ ფილმზე მუშაობა დაასრულა. ავტორებმა ნამუშევარი ფართო აუდიტორიას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში წარუდგინეს. ორგანიზატორებმა საღამო პროექტის აფხაზეთი მე ვარ ავტორის შორენა ჯავაშვილის ხსოვნას მიუძღვნეს. ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ირაკლი ნატროშვილი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. სამედიცინო უნივერსიტეტში რიგით მეორე ღონისძიება ჩაატარდება დღეს მშვიდობის ელჩების ეგიდით, რაც არის ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი, რომ შესაძლებლობა მოგცა სამედიცინო უნივერსიტეტმა ეს ღონისძიება მიუძღვნათ აფხაზეთში დაბადებულ ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს აფხაზეთისთვის და საქართველოსთვის, რომ გავაცნოთ მთელი ქვეყანას. აფხაზეთი მომავალ თაობას მიუტანოთ ეს ინფორმაცია, რომ აფხაზეთი არის საქართველო. ახალგაზრდებს ემოცია ჰქონდეთ აფხაზეთის მიმართ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მესიჯი, რასაც ეს ორგანიზაცია ემსახურება, რადგან მხოლოდ ტერიტორია არ არის აფხაზეთი. აფხაზეთი ჩვენი გულია, აფხაზეთი იყო, არის და დარჩება საქართველოს. ჩემთვის ძალიან ემოციური არის ამაზე საუბარი, რადგან ორგანიზაციის ავტორი, ქალბატონი, იდეის ავტორი, რომელიც დღეს ამ ღონისძიებას ვერ ესწრება, მხოლოდ იმიტომ, რომ ის აღარ არის ჩვენს გვერდით, ჩვენ მე და მისმა მეგობარმა ნათია ფეიქრიშვილმა გადავწყვიტეთ, რომ ეს იდეა გაგვიგრძელებინა. მე მინდა შორენა ჯავაშვილს მადლობა გადაუხადო. ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთიდან ომის გამო იძულებით გადაადგილებულ ადამიანებზე, რომლებმაც უმძიმესი ტრაგედიის და ტკივილის შემდეგ ცხოვრება განაგრძეს და დიდ წარმატებასაც მიაღწიეს. ფილმის ყველა გმირს სჯერა, რომ ერთ დღეს აუცილებლად დაბრუნდებიან აფხაზეთში. მე ვარ ირაკლი პაპასკუა, ერთი რიგითი მოქალაქე და ერთი რიგითი ექიმი, აფხაზეთის შვილი და მე ხვდა წილად ის ბედნიერება, რომ ყოფილიყავი ამ ფილმის მონაწილე. მართალია ეს არის უკვე მე-7 ფილმი აფხაზეთი მე ვარ და ყოველივე ფილმი ყოველთვის იმის პროპაგანდაა, რომ ჩვენს ახალგაზრდებს მივაწოდოთ მაქსიმალური ინფორმაცია, ვინ ვართ, ვისი შვილები ვართ და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დავბრუნდეთ აფხაზეთში. პროექტი აფხაზეთი მე ვარ კომპლექსურია და მიზნად ისახავს ახალი თაობებისთვის ისტორიის გაცნობას, გმირთა ისტორიების გაცოცხლებას და იმ ადამიანების ხსოვნის უკდავყოფას, რომლებმაც სამშობლოს ერთიანობისთვის და თავისუფლებისთვის იბრძოლეს. პროექტის ფარგლებში გადაღებულია 7 დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი და უკვე გამოქვეყნდა ამავე სახელწოდების წიგნი, რომელშიც თავმოყრილია 73 გმირის ისტორია. საღამოს დასასრულს ორგანიზატორებმა საპატიო მშვიდობის ელჩები გამოავლინეს და მხარდაჭერისთვის სიგელები გადასცეს.